დღევანდელ გადაცემაში კომპანია SLP Law Office და მისი მართველი პარტნიორი უნდა გაგაცნოთ ადამიანი, რომელმაც მიზნად დაისახა რთული იურიდიული ენა საზოგადოებას ადამიანურ ენაზე მიაწოდოს. სამართლის მაგისტრი და დოქტორანტი, რომელმაც განათლება და საერთაშორისო გამოცდილება ესპანეთისა და ლიტვის წამყვან უნივერსიტეტებში მიიღო, ლიცენზირებული ადვოკატი, მედიატორი და პროფესიონალი, რომელიც წლებია საერთაშორისო საკონსულტაციო სფეროში წამყვან პოზიციებს იკავებს. დღეს ის SLP Law Office-ის მართველი პარტნიორია და თავისი საქმიანობით იურიდიულ სივრცეში კომუნიკაციის ახალ გამარტივებულ სტანდარტს ამკვიდრებს. მაშასე გვანცა თათოშვილი SLP Law Office მართველი პარტნიორია ჩვენი სტუმარი. გვანცა, მოგესალმებით, მადლობა თქვენი დროისთვის და გადაცემაში სტუმრობისთვის. მოგესალმებით, მარიამ, მივესალმები მაყურებელს. პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა მოწვევისთვის და თქვენი პლატფორმით, ჩვენი ხმის, თქვენი მაყურებლისთვის მიწოდების შანსის მიცემისთვის, ჩვენი კომპანიისთვის, ჩვენთვის, მართული პარტნიორების, ჩვენი გუნდისთვის. ორი სიტყვით მოგახსენებთ. ძალიან დიდი მადლობა ასეთი წარდგენისთვის ასევე. კი, და წარდგენა გამომდინარე, იქამდე სანამ SLP-ზე გადავალთ, მინდა თქვენი კარიერული გზა მიმოვიხილოთ და რატომ იურიდიული სფერო, რატომ გახდა ეს თქვენი პროფესიული არჩევანი? ძირითადად პირველადი არჩევანი გამოწვეული იყო იქიდან, თავიდან, როდესაც ვიყავი ახალგაზრდა ენთუზიაზმით ახსავსე, რომ აი ამ პრობლემებზე და გამოწვევებზე მინდოდა რომ მეზრუნა ყველა ინდივიდისა თუ ბიზნეს სეტაპისთვის, ბიზნეს სტრუქტურისთვის გადამეჭრა ეს გამოწვევები. უფლებების მიმართულებით არასოდეს არ მიფიქრია, რომ წავსულიყავი, არც სისხლის სამართლის მიმართულებით, ორიენტირი თავიდანვე სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის მიმართულებით ავიღეთ და თავიდანვე ვიცოდი, რომ სურდა ამ ბაზრისთვის უფრო გლობალურად შემეხედა. შესაბამისად, განათლება მივიღე ლიტვაშიც, ესპანეთშიც, გაცვლითი პროგრამების მეშვეობით და თავიდანვე ჩემი პროფესიული საქმიანობა დაიწყო საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანიებში. როგორც მცროს როლებზე, ასევე ხელმძღვანელ როლებზეც და შემდეგ უკვე, როდესაც ჩამოგვიყალიბდა ეს ხედვა მე და ჩემ პარტნიორს, რაც გვინდოდა, რომ მარკეტზე აღმოვაჩინეთ ესეთი ღია სივრცე, რაც არ იყო შევსებული და რასაც ძალიან გაწბილებით ითხოვდა მომხმარებელი და გვინდოდა, რომ მიგვეწოდებინა აი ესეთი სერვისი მათთვის, გადავწყვეტეთ, რომ შეგვექმნა SLP Law Office. და SLP Law Office ვფიქრობთ, რომ ზუსტად იმ გამოწვევებს ერგება, რასაც ნებისმიერი ინდივიდი თუ ბიზნესი ითხოვდა. აი რას გულისხმობთ, მათ შორის ახსენეთ, რომ სივრცე შეგევსოთ, რაც არ იყო. ძირითადად ჩვენი გადმოსახედიდან ეს იყო აუთსორს იურიდიული სერვისის იმპლემენტირების გართულება კომპანიებისთვის. მათთვის in-house იურისტსა და აუთსორს იურიდიულ სერვისის შორის არის ძალიან დიდი განსხვავება და დღემდე ვებრძვით აი ამ წარმოდგენას, რომ არა, ჩვენ ვიმპლემენტირდებით ბიზნეს პროცესებში იმგვარად, რომ განსხვავება არ არის ჩვენ აუთსორს სერვისსა და in-house იურისტის საფორტს შორის, ასევე კომუნიკაცია, რაც თავიდანვე ვახსენეთ, ძირითადად წარმოდგენა გვაქვს, რომ იურიდიული სერვისის და იურისტთან კომუნიკაცია არის მძიმე ელემენტებით და სიმძიმით დატვირთული. ჩვენ გვინდოდა, რომ ჩვენი არსებითი ორიენტირი აგვეღო აი კომუნიკაციის სილაღეზე და დიზაინ აზროვნებაზე დაფუძნებული მიდგომები გვაქვს, რაც პირველ რიგში ემპათიას ეფუძნება და შემდეგ უკვე პრობლემების გადაჭრის სტრუქტურირებას, გამოწვევების გადაჭრის სტრუქტურირებას და ამის პროტოტიპირებასაც კი იმ ადამიანებისთვის, ვინც აი ამ სოლუციებს ეძებს. გვაქვს ახსენეთ ემპათიას ეფუძნება, ხომ? აი ამაში რა იგულისხმება და რატომ არის ეს მნიშვნელოვანი? პირველ რიგში მე ვიტყოდი მოსმენა. პირველ რიგში ეს არის იმ ადამიანების მოსმენა, ეს იქნებიან ბიზნესის ხელმძღვანელი პოზიციის წარმომადგენლები თუ ნებისმიერი სუბიექტი, ან ინდივიდუალური პირი, რომელიც გამოვა კომუნიკაციაზე, მათი მოსმენა რა გამოწვევის წინაშე დგანან. და იმ გადაჭრების და სოლუციების იმგვარად შეთავაზება, რომ ეს გამოწვევები მათთვის სასარგებლოდ, მათი აღქმით მათთვის სასარგებლოდ გადაიჭრას, თუმცა აი აქ შემოდის ზუსტად რისკების აღქმა და იმ რისკების გათვალისწინება და აი ამის დაბალანსება ამ ემპათიურ მიდგომებთან, იმიტომ რომ იურიდიულ სერვისში არ უნდა დავივიწყოთ, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი არის აი ამ იურიდიული რისკების მაქსიმალურად სწორად გადაჭრა. შესაბამისად, ვცდილობთ, რომ ეს
გამოწვევები იმგვარად გადავჭრათ, რომ სამართალთან აბსოლუტურად შესაბამისობაში იყოს, თუმცა ის აღქმები და ის შფოთები, რომელიც ბიზნესთან ნებისმიერ სუბიექტს ახლავს ამ გამოწვევების წინაშე ან პრობლემის წინაშე დადგომისას, აუცილებლად პირველ რიგში გავითვალისწინოთ. გვანცა, რა პროცესი იყო თქვენთვის საკუთარი კომპანიის შექმნა? ეს რა პასუხისმგებლობაა გქონდეს უკვე საკუთარი კომპანია და იყო მისი ხელმძღვანელი და არა უბრალოდ დასაქმებული, ხო? თქვენთვის რა გამოწვევებთან იყო დაკავშირებული და გავიხსენოთ ის პირველი ნაბიჯები, რომლებიც გადადგით ამ იდეის ხორცის შესასრულებლად. ძალიან დიდი მადლობა ასეთი საინტერესო კითხვისთვის. პირველ რიგში ვიტყოდი, რომ თავისებური შფოთი მოყვება. და ეს შფოთი გამოწვეული იყო იდეის ხორცშესხმის შესაძლებლობებიდან, იმიტომ რომ შევდიოდით ბაზარზე, რომელიც გაჯერებული იყო საკონსულტაციო კომპანიებით და გქონდა ეს ხედვა, რომელიც იმპლემენტირებაც გვინდოდა განგვეხორციელებინა და პირველ რიგში არ ვიცოდით, როგორ შეიძლება ეს ხედვა მიგვეწოდებინა იმ ადამიანებისთვის, ვისაც ეს მაქსიმალურად ჭირდებოდათ. კი ბატონო. და ყველაზე დიდი შფოთი თავდაპირველად, როდესაც SLPLO ოფისი დაიბადა ამ ბაზარზე, გამოწვეული იყო სწორედ აქედან, რომ არ ქონდა ზუსტი გეგმა და ზუსტი მიმართულება იმის, თუ როგორ მივაწვდიდით ჩვენს იდეას იმ მომხმარებელს, რომელსაც ძალიან ჭირდებოდა ჩვენი სერვისი და ჩვენი სოლუცია პროცესების ოპტიმიზაციისათვის. რა იყო ის პირველი უკავშირი, რომელიც გამოწვეული იყო SLPLO ოფისის ბაზარზე შესვლით და ახსენეთ მათ შორის, რომ რთული გამოწვევა იყო ის, რომ გაჯერებულია საკონსულტაციო ფირმებით და კომპანიებით ბაზარი და ამ კუთხით რა იყო თქვენი კონკურენტული უპირატესობა, რისიც განსაკუთრებულად გჯეროდათ? მარტივ ენაზე ინფორმაციის მიწოდება ჩვენი ნეტვორკისთვის. მე ვიტყოდი, რომ ეს იყო ჩვენი ყველაზე დიდი კონკურენტული უპირატესობა. ამისთვის შევქმნით აკადემიაც, რომელიც მარტივ ადამიანებისთვის გასაგებ ენაზე ხსნის იურიდიულ კომპლექსურ სტრუქტურებს. ეს იქნება შრომითი, ეს იქნება საკორპორაციო, ეს იქნება სახელშეკრულებო, ეს იქნება თუნდაც უცხოელებისთვის საიმიგრაციო. ჩვენი ამოსავალი წერტილი არის კომუნიკაციის სიმარტივე. და ვიტყოდი, რომ ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური სვლა იყო ეს აკადემია, რომელთანაც წვდომა უფრო მეტ ადამიანს აქვს და შესაბამისად ჩვენს ხედვებს მეტად აღიქვამენ. და არა მარტო აკადემია, ჩვენი კომუნიკაცია ნებისმიერი შეხვედრის დროს, რაზეც უკავშირი უკვე გვაქვს, იმიტომ რომ დროთა განმავლობაში ვცდილობთ, რომ ამ ადამიანებისგან და ჩვენი მომხმარებლებისგან უკავშირი მივიღოთ და უფრო მეტად გავაუმჯობესოთ ეს მარტივი და ლაღი კომუნიკაცია, რომლის იმპლემენტირებაც გვინდა, არის ჩვენი აბსოლუტური უპირატესობა ბაზარზე. აკადემია ახსენეთ, ეს რა სეგმენტისთვის არის გათვლილი და ვინ არიან მისი მომხმარებლები? მე ვიტყოდი, რომ რამდენიმე სპეციფიური სეგმენტი აქვს სხვადასხვა მიმართულებით. ერთი არის საერთაშორისო ბაზრისთვის, საერთაშორისო ბაზრისთვის გულისხმობ იმ უცხოელ ადამიანებს, რომლებიც საქართველოში ცხოვრობენ, აქვთ ბიზნესი, აქვთ ან საქმიანობენ ბიზნეს სტრუქტურების გარშემო, საერთოდ უბრალოდ დასაქმებულები არიან საქართველოში. მათთვის გვაქვს სპეციალურად შემუშავებული კონტენტი, რომელსაც ვაწვდით განსაკუთრებით ამ ცვლილებების ფონზე, რომელიც საიმიგრაციო კანონმდებლობაში და შრომით კანონმდებლობაში მიმდინარეობს. ეს პირველი სეგმენტი ვიტყოდი. მეორე სეგმენტი არის იმ თანამშრომლების სეგმენტი, ბიზნესების, რომელსაც უფრო მარტივად უნდათ ლავირდებოდნენ სხვადასხვა რგოლებთან ურთიერთობაში. შესაბამისად, ამ ცოდნის დაგროვება უმარტივებთ ცხოვრებას უკვე მერე მენეჯმენტის დონეზე სხვადასხვა რგოლებთან ურთიერთობას და აუცილებლად ვიტყოდი, რომ ჩვენი აუდიტორია ასევე არის ცალკე HR-ები, რადგან შრომით სამართლებრივი კანონმდებლობა არსებითი მნიშვნელობის არის საქართველოს ბაზარზე და ძალიან ბევრი კითხვა ჩნდება ჯერ კიდევ პროცესში და ტოპ მენეჯმენტი თავისთავად, რომელსაც საკორპორაციო სახელშეკრულებო მიმართულებით თუ საგადასახადო მიმართულებით არსებითი კითხვები აწუხებს ხოლმე. 4 სეგმენტად დავყოფდი. და ამ აკადემიასაც ხელმძღვანელობთ თქვენ, ხო? ამ აკადემიას ხელმძღვანელობს ჯგუფი ჩემთან ერთად, ვერ ვიტყოდი, რომ მხოლოდ მე ვარ ის ადამიანი, ვინც ან SLPLO ოფისის, ან SLP აკადემიის წარმატებაში იღებს მონაწილეობას. გვაცა, ამ გამოცდილებიდან გამომდინარე და იმ შედეგიდან, რაც უკვე გაქვთ, რას მიიჩნევთ მთავარ წარმატებად თქვენს პროფესიულ ცხოვრებაში?
ალბათ ვიტყოდი იმ ურთიერთობების დაგროვებას, რაც დღემდე მომყვება და დღემდე მაძლევს ძალას, რომ ეს ყველაფერი განვახორციელო. იქნება ეს ბიზნეს ურთიერთობები თუ პირადი ურთიერთობები. ის ურთიერთპატივისცემა, რომელიც დღემდე მოყვება თითოეულ ურთიერთობას, არის ყველაზე დიდი წარმატება ჩემი აზრით, ჩემს ცხოვრებაში დღეს მდგომარეობით. განსა გეგმებზეც კითხავ ბოლოს, რა არის ის გეგმები, რასაც ისახავს SLP Law Office და მეორე მხრივ თქვენ კარიერაში რა არის ის შემდგომი ნაბიჯები, რასაც ფიქრობთ რომ ვფიქრობთ რომ გრძელვადიან პერსპექტივაში და მხოლოდ გრძელვადიან პერსპექტივას ვახსენებ ახლა ამ მომენტში, იმიტომ ძალიან დიდი შრომა ჭირდება მას, რომლისთვისაც უკვე დაგეგმილები ვართ და ვახორციელებთ წარმატებით, გსურს შევქმნათ მსგავსი ხეთვის საერთაშორისო საკონსულტაციო ნეტვორკი. უკვე ყავს პარტნიორი კომპანიები ბრიტანეთში, დუბაიში, მეზობელ სომხეთში, სხვათა შორის და ამ პარტნიორი კომპანიების მოძიებას მათთან კომუნიკაციას შეხვედრებს ძალიან დიდი დროის რესურსი ჭირდება, იმიტომ რომ პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი ჩვენთვის რაც არის ერთიანი ხედვა. ასე რომ ფიქრობთ ლოკალურ ბაზარზე ჩვენი ხედვების იმპლემენტირების და აი ამ ბენეფიტის საზოგადოებისთვის და ბიზნესებისთვის მიწოდების შემდეგ და პარალელურად, იმიტომ რომ უკვე ვახორციელებთ და ყავს ეს პარტნიორებიც, გლობალურ ბაზარზეც გვინდა საერთაშორისო ნეტვორკი შევქმნათ ამ საკონსულტაციო კომპანიებს. კი ბატონო, მოკლედ გეგმები არის დიდი, მასშტაბური და გელოდებით უკვე ამ გეგმებით, ამ შესრულებული მიზნებით ჩვენს ეთერში არაერთხელ წარმატებები და მადლობა კიდევ ერთხელ რომ იყავით ჩვენთან ერთად. კიდევ ერთხელ უღრმესი მადლობა მოწვევისთვის და გონცა თათოშვილი SLP Law Office-ის მმართველი პარტნიორი ხსტუმრობდა გადაცემაში.